გამარჯობა ზურფასო ტელეღებოსეო, დღევანდელი ჩვენი სტუმარი ნაპოლეონ ბონაპარტია. აგინდა შეხედე არტია. იგი დაიბადა 1770 წლის 15 აგვისტოს. ის გახდა საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, ორიენტაცია პიდერი. ახლა კი მოგიყვებით რატომ შეიცვალა მან ორიენტაცია. მოგეხსენებათ ის სიმაღლეში 1.68 გახდათ. მას ძლიერად უყვარდა ახალგაზრდობაში ერთი ქალბატონი. ერთ დღეს მას სიყვარული აუხსნა. თუმცა გოგომ TikTok-ი ჩაწერა და მიუგო. Sorry, I am not into short guys-ო. ნაპოლეონი იმედგაცრუებული ადგა, ნახადო დედა მოუტყდა მიუგო. აუდექი განძი გაჩუქეთ, თელ ოჯახს პატივი მე ვეცი. ახლა რაღაცო მიწუნებ, შენი დედას მე შევეცი. მაგედონეს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ ძმასთან. ნაპოლეონს ერთ დღესაც მამამისო მიუგო. მოყვარის პირში უზრახე, ტერს პირს უკანაო. ნაპოლეონმა პირდაპირ მნიშვნელობით გაიგო ეს დარიგება და მისი ძმის სოლს, რაც გაუკეთა ალბათ ყველა ხვდებით და მტერს რას უზამდა წარმოდგენაც კი არ მინდა. მაგედონეს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ალექსანდრე პირველთან, რუსეთის მეფესთან. განაწყვიტა ჭკუა ესწავლევინა და გაილაშქრა რუსეთში. დინარი ნემანი რომ გადაკვეთა იგზნოს იცივე იხილა მტერი. უმა ლიხედა მანზეთ შარვალზე რომ მიეყინა მას სალიყვერი. გზად მალევე იხილა მან ალექსი და მიუგო. ყორღანებიდან გნოლი აფრინდა, ყაბარდოს ველი გადაიარა. დედაშენს ყლერო მე დავატაკე, დარჩა შრამი და მწვავე იარა. ამ ბრძოლაში მუსრი გაავლო რუსებს და ტრაკის დააყენებინა. იგი გარდაიცვალა კუჭის ტკიბოთ 1852 წლის 5 მაისს, რომელიც იწაკიანმა შაურმამ გამოიწვია. თუ გაინტერესებთ შემდეგი უცნობი ცნობები ნებისმიერ პიროვნებაზე, დამიწერეთ კომენტარებში.